მოგესალმებით, ერთი წუთით ხმა გადავამოწმოთ და დავიწყოთ. წინა გადაცემაშიც რატომღაც მოხდა ისე, რომ ბოლოში ხმას გაუჭირდა, კარგად ვერ გეტყვით რაშია საქმე. აი, ხმა კარგად ისმის, ესე იგი შეგვიძლია გავაგრძელოთ. აი, მე მგონი კარგია. დღეს შაბათია, მთავარი ანალიტიკური დღეა, ჩვენი გადაცემისა, ფაქტი მოვლენა, კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემონ გიორხელიძესთან ერთად. ყველაფერზე თითქოს და გვინდა ვისაუბროთ, მაგრამ მე ვეცდები ერთად შევკრა ის მთავარი, რომელიც მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან 2025 წლის რთული მოვლენების ფონზე ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 2006 წელი ნამდვილად უკეთესი ვერ იქნება, როგორც საერთაშორისო დაძაბულობით, ისე ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის გამო, რადგან მოდი საშინაო საქმეებით დავიწყოთ და გავიაზროთ ის ყველაზე მნიშვნელოვანი თუ რატომ მოხდა, რომ ქართული საზოგადოება ვერ შეიკრა ეროვნული იდეის გარეშე და ამისკენ მას არ უბიძგა 92 წლის ტრაგედიამ, რომელიც ფაქტურად საკუთარი ქვეყნის დამხობა იყო, საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოსთვის ხერხემალში ნასროლი ტყვია იყო და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეს დაყვანილი იქნას პიროვნულ საკითხზე, რომ ვიღაცას მაშინდელი პრეზიდენტი, პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, უყვარდა თუ არ უყვარდა. თუ არასიყვარულის გამო გააკეთა, ჩამოყალიბებული უტვინო იყო, იმიტომ რომ ეს დიდ გლობალურ პოლიტიკას უკავშირდებოდა და მისი სიბნელე, ანუ მეორე კაცის მიმართ არჩეული პრეზიდენტის მიმართ სიძულვილი გამოყენებული იქნა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ესე იგი, ეს სხვა თემა, მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ქართველებს კარგად გააზრებული არ აქვს, რა მოხდა 1992 წლის მოვლენების ირგვლივ, რამ გამოიწვიეს და რა შედეგი მივიღეთ. ესე იგი, მე სხვა თემაზე მაქვს დღეს საუბარი, თუმცა ამ ფუნდამენტალურ თემას, ისევე როგორც სხვა თემებს, მე ცალკე გამვიხილავ. ვერ შევკრა 92 წლის ტრაგედიამ, როცა ვერ ვიგრძენით ის, რომ ქვეყნის წინაშე გაჩნდა სულად ახალი საფრთხე და რაღაც უნდა გვეფიქრა იმის გამო, რომ ასე მარტივად არ უნდა ყოფილიყო. რაც ჩანდა თითქოს რაღაც ჯგუფი მეორე ჯგუფს ამ დროს ხელისუფლებას ებრძოდა, ხო? ვერ შევკრა. ჩვენ ვერ შევკრა იმანაც, რომ შევარდნაძის დაბრუნება თავისთავად არ იყო სხვა შეცვლილ კოორდინატთა სისტემაში საქართველოს გზა, საქართველოს მომავლის გზა, რადგან შევარდნაძის დაბრუნება ავტომატურად ნიშნავდა ძველი მენტალიტეტის დაბრუნებას, ძველი ხალხის დაბრუნებას, ანუ იმ ხალხის დაბრუნებას, რომელიც წინა კოორდინატთა სისტემაში, სულ სხვა სისტემაში იყო, მაგრამ სამწუხაროდ ქართული საზოგადოების გახლეჩილობის გამო, მისი ინტელექტუალური ნაწილის უბადრუკი აზროვნების გამო ხალხი დაიბნა, გაიყო და ერთმანეთს გადაეკიდა. ჩვენ ვერაფრით ვერ შევძელით, შეგვეკრა ჩვენი ერთობა
იმ ტრაგედიის გამო, რომელიც 1993 წელს უკავშირდება. ეს არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტრაგედიას, ქართველების, აფხაზების ერთობლივ ტრაგედიას ხაზს უსვამ, იმას თუ როგორ დიდმა გამოცდილმა პოლიტიკურმა ძალებმა როგორ გამოიყენეს ის არსებული უთანხმოება და როგორ მოახდინეს ჩვენი ერთმანეთზე გადაკიდება და ჩვენ ორივეს ქართველებსაც და აფხაზებსაც გაგვიჩინეს უზარმაზარი პრობლემები. ჩვენ ვერ შევძელით გაგვიაზრებინა ის პრობლემა, რომ კარგად დადგმული სპექტაკლი, რომელსაც ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება მოჰყვა, თუმცა ეს არ იყო სტიქიური 2003 წლის ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია, ვერ გავიაზრეთ ის, რომ შეუძლებელი იყო აბსოლუტურად გამოუცდელი ხალხის დობა ხელისუფლების სათავეში, მით უმეტეს, რომ შენი არჩევანი ის არ იყო, ისინი ძალიან მაგარი ტექნოლოგიებით გამოყენებით, ძალიან სერიოზულად წლების განმავლობაში დამუშავებით მიგიყვანეს ის რამზრამდე თითქოს ეს იყო შენი არჩევანი და ჩვენ მივიღეთ უზარმაზარი დარტყმა. უზარმაზარი დარტყმა კულტურულ იდენტურობაზე. უზარმაზარი დარტყმა საქართველოს მისი კულტურის ფარგლებში განვითარების შესაძლებლობაზე. ჩვენ ვერ შევიკარით ერთმანეთთან და ვერ გავერთიანდით ეროვნული იდეის გარშემო 2008 წლის გამოუგნებელი ტრაგედიის შემდეგ, რომელიც ვერაფრით ვერ მოხდებოდა, რომ არა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური შეცდომები. ჩვენ ამის შემდეგ კვლავ კარგად დაგეგმილი ძალიან სერიოზული ტექნოლოგიებით მიწოდებული არჩევნების შემდეგ 2012 წელს ავირჩიეთ ხელისუფლება და მას არაფერი არ მოთხოვეთ. ის რაც მოთხოვეთ ელემენტარული გამომდინარე სიტუაციიდან, რომ სამართლიანობა აღედგინა, არჩეულმა ხელისუფლებამ არ გააკეთა, პირიქით სულ სხვა გზაზე წაიყვანა ყველაფერი ააგო დაპირისპირებაზე, ისე წარმოაჩინა თითქოს ეს დაპირისპირება არის ყოფნა არ ყოფნის საკითხი და თუ ის არ იქნება ხელისუფლებაში, მაშინ მოვა ბუა და ამდენად ჩვენ ყველას დიდი პრობლემა გვექნება და ჩვენ აღმოჩნდით ჩიხში. დღეს ჩვენ დაგვაყენეს ფაქტის წინაშე. ფაქტი, რომელიც გამოუგნებელია თავისი შინაარსით და თავისი არსით კი ფაქტობრივად ჩვენი ისტორიის დასასრულის დასაწყისია ამ ფანტასტიკურ ქვეყანაში. ეს არის ინტენსიური გაყიდვა ქვეყნისა და ეს ყველაფერი საფუძველდადებულია ბატონი ბენდუქიძის ცნობილი გამონათქვამით, რომ ყველაფრის გაყიდვა შეიძლებაო სინდისის გარდაო, ხო? ანუ ეს არის ის ლიბერალური ტყლაპო შეხედულება, როცა თურმე ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია მიწის გაყიდვა, რა მნიშვნელობა აქვს, მიწა იქნება, შენი იქნება ეს ქართველის თუ არაბის, რა მნიშვნელობა აქვს, ეკონომიკა ხომ განვითარდება, ეს არის იდიოტი ვითომ ეკონომისტების საუბარი, სინამდვილეში პროფესიული თვალსაზრისით არაფერი ეკონომიკისა მათ არ ცხიათ, რაღაც იმ სასაცილო უნივერსიტეტებში 4-5 უნივერსიტეტია, სადაც სპეციალობა ეკონომიკა ისწავლება, ამ ცოტა ხნის უკან ერთმა ახალგაზრდა კაცმაც გაიმეორა ეს ყველაფერი. ჩვენ აქაც ვერ ვიკვრევით ჯერჯერობით ეროვნული იდეის გარეშე, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ქვეყნის მიწაწყლის ბატონ პატრონი იყოს არაბი, ებრაელი, რა მნიშვნელობა აქვს, ამერიკელი, ევროპელი, თურქი და
შენ ამ ქვეყანაში რაიმე ადგილი გაგაჩნდეს, შენ შეგეძლოს ამ ქვეყანაში მომავალი განსაზღვრო შენი ტრადიციის, შენი კულტურის, ხას უსვამ ფანტასტიკური კულტურის ფარგლებში გამორიცხულია. ესე იგი, იდეოლოგიურმა სიყალბემა, გამყიდვება პოლიტიკურმა ელიტებმა, გამყიდვება ინტელექტუალურმა ელიტებმა მიგვიყვანეს დღევანდელ მდგომარეობამდე, როდესაც ხალხი კიდევ იმდენად არის გახლეჩილი, რომ აშკარა ტრაგედიის წინაშე დგას და ამ საფრთხეს ვერ ხედავს და არ ჩნდება სურვილი რაღაც ეროვნული იდეის ირგვლივ ჩამოყალიბდეს. რა შეიძლება იყოს დემაგოგიაზე და ლექსიკურ, რომ იტყვიან, ესე იგი, ეკვილიბრისტიკაზე არ გადავიდეთ, აქ ჩვენ რა არის ეროვნული იდეა? ამ შემთხვევაში ეროვნული იდეა არის დღევანდელი გადასახედიდან ქართული სახელმწიფოს დანარჩუნება იმ ხალხისათვის, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ამ კულტურის განვითარება და ყველა იმ ხალხის ეთნიკური მრავალფეროვნების განვითარება ჩვენ ქვეყანაში ჩვენი ორგანული ნაწილია, რომელიც ისტორიულად ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ჩვენ პრობლემები არასდროს არ ქონდა, ჩვენ ისტორიულად ჩამოგვაყალიბდა ბრწყინვალე ორიენტაციის უნარი, როდესაც ჩვენ შევძელით არაკულტურულ დაპირისპირებაზე გადავსულიყავით სპეციფიური ისტორიული პროცესების შედეგად წარმოქმნილ რეალობაზე შევჯახებოდით და ახლოს მოსულიყავით შეხებაში მსოფლიოს უდიდეს რელიგიებთან ჩვენს ქვეყანაში, არამედ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვერ გააკეთა ევროპამ. ჩვენ მოვძებნეთ იდეალური თანაცხოვრების წესები და უმცირეს ტერიტორიაზე შევძელით ის, რომ ყველა რელიგიას თავისი ცხოვრებით ეცხოვრა და ადამიანები უშუალო შეხებაში მყოფნი მშვიდობიანად ეცხოვრათ, ერთმანეთით გამდიდრებულიყვნენ, ქართული კულტურა ისევე გამდიდრდა ყველა იმ კულტურებთან შეხებით, ისევე როგორც ისინი გამდიდრდნენ ჩვენთან შეხებით. და დღეს, როდესაც ჩვენ დავდექით აშკარა საფრთხის წინაშე, ჩვენ ვერ ვახერხებთ ჯერჯერობით, რომ ეროვნული იდეის ირგვლივ გავერთიანდეთ. ამიტომ შეიქმნა ქართულთა დიდი გაერთიანება. არანაირი პოლიტიკური ორგანიზაცია ეს არ არის, არანაირი ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი მოძრაობა არ არის, ეს არის მოწოდება ყველა საღი ქართველისადმი, ხალბატონი იქნება თუ კაცი იქნება, რომ ჩვენ ნელ-ნელა ავიკრიბოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის გვერდით დასადგომად და ეს ქვეყანა რომ დასაცავი იქნება და ჩვენი თავი უნდა მოამზადოთ, მე ამაზე უკვე წლებია საუბრობ. დღეს უკვე მომწიბდა ის მდგომარეობა, როდესაც საღი ქართველები საბედნიეროდ საკმაოდ აღმოჩნდა ქვეყანაში და ჩვენ ნელ-ნელა, მაგრამ ისე რომ ვიცით, რომ დიდი დრო არ აგვაქვს, ამ იდეის ირგვლივ იკრიბება შესანიშნავი ქართველები, ყველა თაობის წარმოადგენელი, ძალიან მაგარი ახალგაზრდები, ძალიან კარგი საშუალო თაობა, ნაღდაც სარი საშუალო თაობა და უფროსი თაობა, რომლებიც ფიქრობ, რომ პირველად ალბათ უახლესი ისტორიაში საქართველოსა უფროსი თაობა, რაკი თავის თავზე აიღო ეს მძიმე ამოცანა, ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს. ესე იგი, ჩემი ამ საწყისი შესავალი ნაწილის მთავარი იდეა არის ის, რომ ჩვენ ვერც ეროვნულმა იდენტურობამ, ვერც ეროვნულმა იდეამ, ვერც საერთო შეხედულებამ ჩვენს ერთობლივ მომავალზე ამ ქვეყანაში, ამ კულტურის ფარგლებში
ვერ გაგვაძლიერა ისე რომ აქამდე არ მიგვეშვა საქმე და აშკარად ქვეყნის მტრები მარიონეტი იგივე მტერია არ მოგვეყანა უახლოესი 33 წლის განმავლობაში ქვეყნის სათავეში და შემდეგ არ მოგვემკა იმის შედეგი რაც ჩავიდინეთ რადგან სხვა შედეგი იმ გადაწყვეტილებებით რომელიც ჩვენ მაშინ მივიღეთ სწორედ იმის გამო რომ პოლიტიკურმა ელიტამ ინტელექტუალურმა ელიტამ უღალატა საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს მივედით ამ მდგომარეობამდე მაგრამ მე არაერთხელ მithქვას მათ შორის ძალიან უიმედო სიტუაცია რო ჩანდა რომ ნუ ფიქრობთ რომ ქართველები მორეული არიან, წაქცეული არიან, არ არიან, მაგრამ ჩვენ ეხლა დგავართ ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე და ეს საფრთხე არ მოდის გარედან. გარედან ქვეყნისთვის ყოველთვის იქნება საფრთხე. დავალაგოთ ყველაფერი, არ მართებს ემოციური საუბარი. რატომ? გეოპოლიტიკური ინტერესები სოფლიო პოლიტიკის მთავარ მოთამაშეებს ისეთ სტრატეგიულ რეგიონში, როგორცაც სამხრეთ კავკასია წარმოადგენს, ყოველთვის უჩენ თავიანთ საკუთარ ინტერესებს და ისინი ეცდებიან ამ საკუთარ ინტერესების გატარებას იმ საშუალებებით და იმ ხერხებით, რასაც სამხრეთ კავკასიის ესა თუ ის სახელმწიფო, სამი სახელმწიფოა სულ კარგად იცით, მისცემს. ხასუსავ, რომელიმე ქვეყნის ინტერესები, გლობალური ინტერესები სამხრეთ კავკასიაში ჩვენი გეოპოლიტიკური უმეცრების გამო და იმის გამო, რომ არაფრის გაგონება არ გვინდა, რაღაც გამოკიდებული ვართ აბსოლუტურად აბსურდულ იდეა ფიქსებს საფრთხეს უქმნის საქართველოს. რა გავაკეთოთ ახლა სამი მთავარი მოთამაშიდან რომელია უფრო ღონიერი ბჭყალებში ავირჩიოთ ის და ბაბაია უძახოთ რომ გადავრჩეთ ეს ქართული ყმული აზროვნება რომ მოგერება ვიღაცა ბაბა არა თუ მოგერია ვიღაცა ფეხზე წამოდექი კეთილინებე გაიაზრე ყველაფერი რატო მოგერია სული მოიკრიბე ძალა მოიკრიბე დღე დაღამიშრომე განვითარდი გაძლიერდი უფრო მაგარი იყავი რომ მეორეჯერ არ მოგერიონ და რა მუსუსურ ნაბიჯებს დაადგე რასაც საქართველოს 10 წლეულები და 100 წლეულებია ადგას იმიტომ ვამბობ მე 700 წელი თუ ეხლა არ გადავტეხავთ და სხვა მიმართულებით არ წავიყვან დაასრულებს პატრონის ძიება პატრონის ძებნა ეს ყველაზე საშინელი სცენი რაც ქართველებს ჭირთ რაც არასწორი აზროვნების შედეგია ამ თემაზე მე ვისაუბრე რანაირი აზროვნება იწევს რანაირი აზროვნება წარმოქმნის რეალურ თუ წარმოსახვით საფრთხეს ემოციური ხედვა პროფესიული არცოდნა სიტუაციისა სიმპათია ანტიპათიის დონეზე აწყობილ გრძნობებს აჩენს და ეს ყველაფერი გონებას ახშობს საგას ახშობს ესე იგი ჩვენ გმართებს ამ ჭაობის გარღვევა და მთავარი ამოცანა ქართველთა დიდი გაერთიანებისა სწორედ ეს არის ჩვენ საღი ნაწილი საქართველოსი გავერთიანდეთ ქართული იდეის ქართული იდენტობის ქართული ეროვნული ინტერესების ირგვლივ და ყველაფერი გაგვაჩნია მატერიალური რესურსების გაგვაჩნია ფინანსური რესურსებიც გაგვაჩნია ადამიანური რესურსებიც გაგვაჩნია ჯერჯერობით კულტურა რაც დაკნობილი ვიყოთ და ჩვენი საფუძველია არის ფანტასტიკური ქართული კულტურა ენა რომელიც გაგვაჩნია ასევე არის ამ კულტურის საოცარი კომპონენტი და ჩვენ გმართებს
წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით სრულიად ახალ კოორდინატთა სისტემაში საკუთარ ძალებში მოძებნოთ ძალა და ეს ქვეყანა ამ ჭაობიდან გამოიყვანოთ. ხასუსა, როდესაც მე დამოუკიდებელ ნაბიჯებზე საუბრობ, ჩვენ ისიც შესანიშნავად გვესმის, რომ ქართული სახელმწიფო თუ მას სახელმწიფოდ ყოფნა უნდა და ფუნქცია ჰქონდეს, ვერ ჩაიდენს იმესეთ რამეს, რაც მას უნდა მხოლოდ და არ გაითვალისწინებს რეალობას, არ გაითვალისწინებს რეალურ მოცემულობას და პრაგმატულად არ ააგებს თავის პოლიტიკას. ქართული სახელმწიფოს მომავალი არის მის პოლიტიკაში, ფუნქციის აღებაში, ჩვენი ხალხის განათლებაში, ჩვენი ახალგაზრდების მომზადებაში იმისათვის, რომ როცა დრო მოუვათ, მათ გაცილებით ეფექტურად მართონ, იმიტომ რომ ჩვენ უსაშველოდ დაზიანებული სახელმწიფო ვართ და პირველ რიგში ეს ზიანი საქართველოს მოადგა საკუთარი ხელისუფლებების გამო, ფაქტობრივად ქართული სახელმწიფო გადაქცეულია ქართული ხალხის დამაკნინებელ, შეურაცხმყოფელ და პერსპექტივის დახშობის მექანიზმად, რომელიც დღემდე შესანიშნავად ასრულებს ეს ხელისუფლებაც, შესანიშნავად ასრულებდა მას წინა ხელისუფლება და ყველაფერ ამას საფუძველი დაუდო მობრუნებულმა წარსულმა საქართველოში, რომელიც 1992 წელს მოხდა. წარსული რომ კარგი ყოფილიყო, კიდევ მესმის, მაგრამ მე არ ვარჩევ ახლა კარგებს და ცუდ მხარეებს წარსულისა, ყველაფერი თავის დროზე გასარჩევი იქნება და არა ისე პრიმიტიულად, როგორც ჩვენ იდეოლოგიით განადგურებული ხალხიდან გვესმის, მაგრამ შევარდნაძე ნამდვილად წარსული იყო, მისი შეხედულებათა სისტემა წარსული იყო და მისი ხალხი, რომელიც მას საუბედუროდ თავს ეხვია, არ აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც გაიაზრებდნენ, რომ სისტემა შეიცვალა, შევარდნაძის მეშვეობით შეიძლება ხელისუფლების გაძლიერება და შევარდნაძის შემდეგ დროში ჩანაცვლება და უკვე დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ისეთი მიმართულებით წაყვანა, რომელიც მას თავიდან არიდებდა ყველა იმ უბედურებას, რაც მან ბოლო 33 წლის განმავლობაში გადაიტანა. ესე იგი, საითკენ მიმყავს მე საუბარი. ესე იგი, 35 წელმა ეიფორიის წლები დასაწყისში, როდესაც არ მიდიოდა გააზრება იმისა, თუ როგორ იცვლება სისტემა, როგორ წავიდეს, რა გზით წავიდეს ქართული სახელმწიფო, რომ ჩვენ შევძლოთ იმაზე უკეთესად ყოფნა, იმაზე გაცილებით ძლიერად განვითარება, ვიდრე ვიყავით, რადგან უკვე ჩვენ ხელში იყო ჩვენი ბედი. მაგრამ კიდე გეუბნებით, ალბათ ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ალბათ პროფესიონალიზმის არქონის გამო, პროფესიული პროფესიონალიზმი, რომელიც განაპირობებს უკვე ცალკეული პროფესიულები მიმართულებების კონცენტრაციას და სახელმწიფო სამსახურში ჩაყენებას. ამის ნაცვლად მოხდა დეზინტეგრაცია, დაშლა ყველაფრისა, რაც არსებობდა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ქვეყანა აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში. ესე იგი, ჩემი მთავარი მოტივი არის ის, რომ დღეს დგება ის მომენტი, როდესაც ჩვენ ქართული სახელმწიფოს ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ ყველა საღი ნაწილი, ვინც არ უნდა იყოს ის, სადაც არ უნდა იყოს ეს მისი საქმეა, პარტიებში თუ არიან ეს მათი პარტიულ ბელადებს მოკითხონ, რა იქნება რა არა, ჩემთვის მნიშვნელობა არ არის თუ ვინ არიან, თავარი ესენი ქართველები იყვნენ და იმ იდეას უდგნენ გვერდში, რაზეც მე ვსაუბრობ. თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ ძალის შეკრება, მაშინ შეუქცევადი პროცესები, რომელიც თვალნათელი გახდება მალე და მე იმიტომაც ვსაუბრობ ასე, რომ ეს
არ დადგეს ეს მომენტი, როდესაც თვალნათელი გახდება ის შედეგი, რაც 10 წლეულებია მზაკრულად იგეგმება საქართველოში, რომ ჩვენ არ აღმოჩნდეთ ეროვნული კატასტროფის წინაშე. ამიტომ ჯობს ეხლა ვისაუბრო ამაზე მე, ვისაუბრო ალალად, ვისაუბრო ღიად, მოურიდებლად, იმიტომ რომ არც მორიდების დრო არის დღეს და არც ვინმეს რომ იტყვიან მიმართ რაღაცა რევერანსების კეთება, ცხოვრებაში არ გამიკეთებია რევერანსი და არც არასდროს არ გავაკეთებ, უბრალოდ უმძიმესი მდგომარეობა და თქვენ კარგად უნდა ხედავდეთ თუ რასთან გვაქვს საქმე. 2026 წელი გაცილებით ძლიერი იქნება დაძაბულობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ალბათ უკრაინაში სამხედრო დაპირისპირება პიკს მიაღწევს. არანაირი შანსი არ ჩანს შეთანხმების. მართალია, ეხლა ზელენსკი ჩავიდა ფლორიდაში, რომ ტრამპს კიდევ ერთხელ რაღაც რომ იტყვიან თავისი გამოსტყუოს, თუმცა არ ამგონია რომ ეს რაიმე გამოვიდეს, რადგან დააკვირდით განცხადებას. თავარი სამხედრო უკრაინისა სირსკი აკეთებს განცხადებას. გასაგებია რომ თუ მას არ დაავალებდნენ, არ არის მიღებული რომ სამხედროები პოლიტიკურ განცხადებას აკეთებდნენ და მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ძალაუფლება კონცენტრირებულია აბსოლუტურად, არ არის ზელენსკის ხელში, მას გარე პატრონები ყავს, რომლებიც მის ყოველნაბის აკონტროლებენ თვითონ კიევში, მაგრამ სირსკიმ განაცხადა, რომ ისინი არ დაუშვებენ ტერიტორიების დათმობას. მან თქვა, რომ ეს გამორიცხულია. გამოკითხვები უჩვენებს, რომ უკრაინელი ხალხს უნდა ომის გაგრძელება, ხასუსამ მე გეუბნებით იმ გამოკითხვებს, რომელიც იბეჭდება. მე რამდენიმე გვერდი გამომიგზავნეს, სადაც მე მოქალაქეთა შეხედულებები ვნახე პრეზიდენტთან დაკავშირებით, ომთან დაკავშირებით და იმ ხალხს აშკარად არაფერი არ შეუცვლიათ. ისინი მზად არიან ბოლომდე იომონ და სამშვიდობო გზით რაიმე ტერიტორიების დათმობა გამორიცხულია. მაგრამ ეხლა ზელენსკიმ გახმიანა, არ ვიცი, ტრამპთან შეხვედრის წინაპირობის შესაქმნელად რაღაცას, რომ ის მზად არის შეხების, ანუ მთელ 1000 კილომეტრიან თუ 1200 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე, შეხების ხაზზე გაიყინოს ყველაფერი და იქ დემილიტარიზებული ზონა შეიქმნას, ანუ თვითონაც გაიყვანენ შეხების ადგილიდან გარკვეული კილომეტრებით თავის ჯარს, რუსებმაც უნდა გაიყვანონ, უპერსპექტივო საქმეა, ამაზე რუსები არ დათანხმდებიან. რუსებმა ფაქტიურად წამოაყენეს ყველა ის მოთხოვნა, სწორი არ არის, სწორი ჩვენი გასარჩევი არ არის. მე ვამბობ რუსული მხარის პოზიციას, ხომ ისინი არც ერთ ამაზე არ დათანხმდებიან. არსებობს 28 პუნქტიანი გეგმა და იქედან რაიმე თუ ამოვარდება, ავტომატურად იქნება სერიოზული საფუძველი ნებისმიერი შეთანხმების ჩაშლისა. კიდევ ორი თემა, რომელსაც უკრაინა სპეციალურად უკეთებს პედალირებას და ნატოს და ევროკავშირის ამაში დიდი დახმარებას უწევენ. კერძოდ საუბარია უკრაინის არმიის რაოდენობაზე მშვიდობიან პერიოდში, პირველ ხელშეკრულების პროექტში, რომელიც ტრამპის მიერ იქნა შექმნილი, არის 600,000 ჯარისკაცი. ზელენსკი აკეთებს აქცენტს 800,000-ზე და არ არის მოხსნილი ნატოში გაწევრიანების საკითხი. გასაგებია, რომ ყველაფერი ეს სწორედ ამ ნატოში გაწევრიანების გამო დაიწყო და ამდენად ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ეს რაიმე შედეგს გამოიღებს. მაგრამ მე გაგიზიარებთ იმ შეხედულებას, რომელიც მე ჩამომიყალიბდა ამ პროცესის დაკვირვების შედეგად. ორი პროცესი მიდის. ერთი არის ხილული პროცესი, როდესაც ჩვენ ხედავთ რუსეთ
შეერთებული შტატების მოლაპარაკებების ფონზე და იმ იდეების ირგვლივ ჩამოყალიბებულ სახელშეკრულებულ სამშვიდობო პროექტზე რეაქციაც ევროკავშირის, ნატოსი და უკრაინის მხრივ დიამეტრალურად საპირისპიროა და ფაქტობრივად ეწინააღმდეგება თუ გნებავთ შეერთებული შტატების შეხედულებებსაც ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. მაგრამ საინტერესო რა არის ჩემი დაკვირვებით? საინტერესო ის არის, რომ პროცესი მიდის იმ კალაპოტში, რა კალაპოტშიც ამერიკელები და რუსები არიან შეთანხმებული. თუმცა ჩვენ ყველა დეტალი ამ შეთანხმებისა არ ვიცით და არაფერი არ არის დამალული და ცნობილია, რომ ამ ალიასკის შეხვედრაზე თავის დროზე ამ თვეების წინ იყო რაღაც ფარული ნაწილი შეთანხმებისა, რომელიც გაახმიანა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ამ საქმეებთან იყო ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, მაგრამ მალევე მოხსნა იმ განცხადების ადგილიდან, სადაც ეს ყველაფერი გააკეთა. მოკლედ ინფორმაცია გაიჟონა და ინფორმაცია დაიხურა. რაც უნდა ველოდოთ? ის, რომ ევროპაში რიტორიკა, საომარი არ წყდება და სხვადასხვა ვარიანტებია, თუმცა ნაკლებ სავარაუდო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები და ევროპის ეს საომარი რიტორიკა პირდაპირ აისახება საქართველოში რეალურ პოლიტიკაზე. ამას აძლიერებს და ევროპის პოზიციებს, ევროპის ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე აიძულებს, აძლიერებს საქართველოს ხელისუფლების არამკაფიო პოლიტიკა. კი, მესმის, რომ იქ ხელისუფლების ეპიგონები, ზოგი deep states აგინებს, ზოგი ევროპას აგინებს და ასე შემდეგ, მაგრამ მე ამ ნაბიჯებში იგივე თუ გნებავთ სერიოზულ პოლიტიკურ გათვლებს ვერ ხედავ, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, პოლიტიკაში არ არიან ორგანულად დაკავშირებული. პოლიტიკის შინაგანი დინამიკა არ ესმით ის, იგივე თუ გნებათ ის ძალიან დიდი მხარდამჭერები დღევანდელი ხელისუფლებისა, ფილოსოფოსები იქნება, სოციოლოგები თუ სხვა ვინმეები. ეს არ არის პოლიტიკოსის ლექსიკა, ეს არ არის პოლიტიკოსის შეხედულებები, რადგან ამ ფრაზეოლოგიით საუბარი საქართველოს ხელისუფლებას არაფერს არ აძლევს. მე ახლა ამას ვლაპარაკობ საქართველოს ხელისუფლების გასაგებით. ნუ თუ არ აყავთ ერთი-ორი ძალიან ჭკვიანი ადამიანი, რომელიც გეტყვით, რომ არ შეიძლება საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის გამოკვეთილი საუბარი იყოს, თუმცა არა ხელისუფლების წევრების მიერ ტრამპის საწინააღმდეგოდ. არ არის ეს ლოგიკაში, არ ჯდება. სწორი რა არის, არასწორი რა არის, ამ ვითომ ექსპერტების შეფასებაში ეს არის მეათეხარისხოვანი. თვითონ ფაქტია, იმიტომ რომ ეს ხალხი, ვინც საუბრობს ტრამპის წინააღმდეგ და ამერიკის რაღაც პრობლემებზე ამ საგარეო პოლიტიკაში, ავტომატურად აკეთებს იმის მენიშნებას, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. მეორე, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთის მიმართ გამოკვეთილი არ არის. ეს სულაც არ ნიშნავს იმ ტვინგახვეტილი, რუსოფობიით შეპყრობილი, განადგურებული ადამიანებისა. იმათ თუ ანგარიში უნდა გაუწიოთ ჩვენ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეუძლია თავისი პრაგმატული პოლიტიკით სერიოზული ნაბიჯი გადადგას რუსეთთან უზარმაზარი პრობლემის მოსაგვარებლად და არა ის თითქოს რუსებს ელაპარაკები, თითქოს რუსული ხელისუფლება ხართ, კიდე გეუბნები, მკვდრის უკანალში გაქვთ თავი შეყოფილი და ამ მკვდარს ევროკავშირი და ნატო ქვია.
იქნება ასე მაინც გამოფხიზდეთ გითხრათ. კაფეო პოზიცია დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსა რუსეთთან მიმართებაში. თქვენ ნუ ეთამაშებით, საკუთარ სიკვდილსაც ეთამაშებით და საკუთარი სახელმწიფო, რომელიც თქვენი არ არის. ეს თქვენ იყენებთ ამ სახელმწიფოს, თორე ეს სახელმწიფო რო თქვენ მესვეურები იყოთ ამ სახელმწიფოზე სხვანაირად მოიქცეოდით. თქვენი არც ერთი ნაბიჯი პროფესიული არ არის. ეხლა არ მითხრათ ფარული არხები გაქვთ გამული რუსეთთან და იქ ახუჭუჭებთ რამეს. გეოპოლიტიკური დაპირისპირება როცა ხდება და როდესაც გეოპოლიტიკური თამაშების მთავარი ფიგურანტები სამი ქვეყანა და გლობალური სამხრეთი მეოთხე მხარე, რომელსაც მთავარი ინდოეთი წარმოადგენს, არავითარ ყურში ჩაფუჩუნებით იმერულად გეტყვით პოლიტიკას არ ენდობიან. პოლიტიკა უნდა იყოს სახი, უნდა იკითხებოდეს, ნახეთ გლობალური სამხრეთის პოლიტიკა რამდენად მკაფიოა, ცხადია. ცხადია ამერიკელებისთვის, ცხადია რუსებისთვის, ცხადია ჩინელებისთვის. თქვენ რას აკეთებთ? დეკლარირებული გაქვთ იდიოტიზმი, კვლავ ევროპისკენა გაქვთ გეზი აღებული, არადა გეოპოლიტიკურ ვითარებაში საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს. რა, ვერ ხვდებით, ევროპა არავინ არ არის. მე ხმათ წამს და წლების წინ დავწერე. არ ვარ დარწმუნებული და მგონია, რომ ისეთი უზარმაზარი ცივილიზაცია, როგორიც კლასიკური ევროპა იყო, ასე იოლად დაყვება იმ პროპაგანდას, რომ მათი უზარმაზარი კულტურა LGBT პროპაგანდამდე დაიყვანეს. ხო, ამიტომ კონსერვატული ძალების გაძლიერება თავისთავად ბუნებრივი პროცესი მიდის, რაც ვერ მოხდება რბილად ევროპაში, მაგრამ თქვენ რაც მიძვრებით ამ მკვდარ ევროპაში, რა, ახლა მე თუ ამას ვამბობ, მე ვარ ესე იგი ევროპის წინააღმდეგი, არ მგონია ჩემზე უკეთ იცოდეთ თქვენ კლასიკური ევროპული კულტურა ნებისმიერი მისი მხარე, თუ ვინმეს ეჭვიგეპარებათ, საჯაროდ დაგიჯდებით, სადაც გნებავთ, გინდა ლიტერატურა იყოს, გინდა მუსიკა იყოს, გინდა ისტორია იყოს, გინდა ფილოსოფია იყოს, იმიტომ რომ მე გავიზარდე ამ გარემოში, მაგრამ ახლა სხვა თემაზე გვაქვს საუბარი. თქვენ ხართ მკვდრის უკანალში. სურვილი გაქვთ, რომ იყოთ მკვდრის უკანალში. თქვენ ვერ ბედავთ, კაფიოდ ჩამოაყალიბოთ, იმიტომ რომ რაღაც დიდი ვალდებულებები გაქვთ აღებული, ანდა აკეთებთ ამით გადაფაროთ უფრო სხვა პროცესები, რომელიც გინდა თუ არ გინდათ, მაინც ჩანს, რაც არის თქვენ ბიზნესში. ეს უკვე ქვეყნის შიგა მდგომარეობას უკავშირდება. კაფეო პოზიცია ნიშნავს, კაფეო პოზიცია თქვენ არ ჩინეთთან არა გაქვთ. ერთმა გამოკვლევებს აკეთებდნენ ახალგაზრდები და მთხოვეს კითხვაზე მიპასუხა და ერთ-ერთი კითხვა იყო ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა როგორ შეიძლება საქართველოსთვის სასარგებლო იყოს. მე დავწერე და განმარტება არაერთხელ მაქვს გაკეთებული, რომ ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობა ჯერ მე ლექციაზე გავაკეთე და განვიხილე ეროუს მაგალითი, რომელიც სახელმწიფოების ურთიერთობას ეხება, ეს არის ფუნდამენტალური სამეცნიერო შედეგიდან გამომდინარე, თუ შენ საჭირო არ ხარ სახელმწიფოსთვის, შენ მასთან ვერ დაამყარებ იმ ურთიერთობას, რომელმაც შენ შეიძლება სარგებელი მოგიტანოს. ამიტომ ნულოვანი თამაში, ანუ თქვენი თამაშები ჩინელებთან ერთად რუსეთის და ამერიკის წინააღმდეგ, ეს იმდენად უჭყუო პოლიტიკაა და იმდენად აბსურდული და განწირული კრახისათვის პოლიტიკას ალაპარაკოდაც არ არის. ასევე ცალმხრივი თამაში საქართველოსთვის ამერიკის სასარგებლოდ და რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგ ასევე განსაკუთრებით მკვდარია და იგივე შეიძლება ითქვას რუსეთთან ერთად თამაში შეერთებული შტატების და ჩინეთის წინააღმდეგ ეს ასევე უპერსპექტივო პოლიტიკაა. ესე იგი, ის რაზეც მე წლების დაკვირვების შემდეგ ხმამაღლა ვაცხადებ, რომ საქართველოში
იმისათვის რომ შენ შეძლო საგარეო პოლიტიკაში ადგილის დამკვიდრება, შენ ამ დაპირისპირებაში უნდა იყო მიუმხრობელი, უნდა იყო ფუნქციის მატარებელი, უნდა ღიად თანამშრომლობდე ერთთან, მეორესთან, მესამესთან და მეოთხე მხარესთანაც და არ იყო ისეთი ბოდიში და ცალფაზიანი პოლიტიკური მოთამაშე, როცა შენი გამოტვინებული საგარეო საქმეთა მინისტრი უბრალოდ შტერი, უბრალოდ განცხადებებს აკეთებს, თქვენ განცხადებებს აკეთებთ ისეთ, რომელიც შეუძლებელია ამერიკელებს უჩენდეს დადებით განწყობას თქვენს მიმართ, რუსებს უჩენდეს დადებით განწყობას და იგივე თუგნებად ჩინელებს უწყვეტეს. რა არის იცით? მრავალ სკამა პოლიტიკური მოთამაშეები არსად ავტორიტეტით არ სარგებლობენ. ეს არ ცნობილი ისტორიული რაღაც ნარატივია, რომ აი ქართველები ლავირებდნენ. ლავირები არის სიგლახის ნიშანი. არასანდოობის ნიშანი. ლავირება კი არ უნდა, კაფეო პოლიტიკა უნდა დაპირისპირებული მხარეებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწედება უნდა, რა შემთხვევაში რა იქნება შენი სახელმწიფოს მთავარი მიზნები და შენ ამ სხვის დაპირისპირებაში არ წარმოადგენ მხარეს, ამის ნაცვლად ჩვენ ვაგრძელებთ იმ 700 წლოვან სიგიჟეს, რამაც უზარმაზარი ზიანი მოგვაყენა, ხო? ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანიც ისეც იქნება, რომ ასეთი დეფორმირებული ხელისუფლება არ იყოს საქართველოში. დეფორმაციის მოხსნა შეიძლება ერთადერთი გზით. ხას უსვამ, კარგად დაუკვირდით, სხვა გზა არ არსებობს. ის, რაცაც ქართველთა დიდი გაერთიანება ამბობს. და ფაქტობრივად არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ჩვენ ღმერთის წყალობით და ქართველი საქართველების წყალობით ძალად ავიკრიბებით და ამას გავაკეთებინებთ. ამისთვის საჭიროა კანონიერების აღდგენა, იურიდიული საფუძველი არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილებები, რომ 92 წელს იყოს სამხედრო გადატრიალება. ეს არის პრინციპული მომენტი, ეს არის პოლიტიკურ სამართლებრივ, ეს არ არის გამსახურდიას მთავრობის ან თქვა რაღაცის დაბრუნება. არა, ეს არის პოლიტიკური არხი, იქ უზენაესი საბჭო დღევანდელ სიტუაციაში თუ გნებავთ ამ პარლამენტთან ერთად დანიშნავს არჩევანის დღეს, მაგრამ არა ამ კანონმდებლობით, რომელიც დღეს არის საზიზღარი კანონმდებლობა და ეს საზიზღარი CSCO, რომელიც ყველაფრის გამправებელია, მაბატიეთ ამ სიტყვისთვის, ჩვენ სამართლიან კანონებს შევიმუშავებთ ერთად. მანამდე კი ქართულთა დიდი გაერთიანება ცნობილ ისტორიულ ადგილზე შეკრიბავს ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიას და შევთანხმდებით იმაზე, რომ ქართული სახელმწიფო ხელუხლებელია, ქართული კულტურა ხელუხლებელია და უნდა ვითარდებოდეს მისი წიაღიდან ამომავალი ტრაექტორით, ქართული ენა ხელუხლებელია და ამ ყველაფრის მატარებელი ქართველი კაცი, საქართველოს მოქალაქეები, ჩვენია ყველანი, მისი განვითარება არის უპირველესი ამოცანა. ჩვენ თანხმდებით პოლიტიკურ თამაშის წესებზე, როგორ ვიქცევით საჯარო სფეროში, ამის შემდეგ იმ კანონმდებლობით დღევანდელი მთავრობა გააგრძელებს ახალ არჩევნებამდე თავის ფუნქციას, დაინიშნება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს ამ შეთანხმებულ რეჟიმში იქნება ხელუხლებელი, ხმას ვერავინ ვერ ამოიღებს, ამ ახალ მთავრობას დაევალება ხასუსო, ჩამოიღოს ყველა დამტვერილი ნაწილი, გაჩერებული საქმეები, ვისაც ქვეყნის გაუბედურებაში უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი, სასამართლო სამართლიანი პროცესების დაცვით გასამართლებული იქნებიან ყველანი, რაც სასამართლო
შეფასებას არ ექვემდებარა რა ყველაფერი იქნება ამინისტირებული და ქართული ხალხის და საქართველოს მომავალი მოითხოვს იმას, რომ ჩვენ სულთა ფურცლიდან დავიწყოთ ამ დღის შემდეგ ცხოვრება. შეთანხმებულ რეჟიმში გამარჯვებული ვინ იქნება პირადად ჩემთვის და ქართული დიდი გაერთიანების, ქართველთა დიდი გაერთიანების ლიდერებისთვის და ყველა წევრისთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ ჩვენ გვექნება სახელმწიფო, ჩვენ გვექნება თამაშის წესები და ქართული ხალხი თავისი გონიერების დონეზე უკვე გაუყალბებელ სამართლიან არჩევნებში გააკეთებს თავის. გვინდა რომ კარგი არჩევანი გააკეთოს ქართველებმა, მაშინ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ კარგები ვიყოთ. სწორია, ყველა პარტია ეცდება რომ იყოს კარგი. ჩვენი მთავარი მიზანი მიღწეული იქნება. არ მოხდება ეს ხელისუფლება ჭაობამდე მიიყვანს ამ ქვეყანას, ჭაობია უკვე და საშიშ ჭაობამდე მიიყვანს ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ის ეწევა დახურულ პოლიტიკას, საშიშ პოლიტიკას, არა მარტო ყიდის ქვეყანას, არამედ ანადგურებს პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში, რაც შეუძლებელს ხდის ქვეყნის განვითარებას. ასე რომ საფრთხე არა მარტო გარედან აგვაქვს ჩვენ. ჩვენი მთავარი საფრთხე გარედან არის ის, რომ დაძაბულობის ესკალაცია უკრაინაში, რუსეთ-ევროკავშირისა და ნატოს დაპირისპირების ესკალაცია ნახეთ, ბირთვული შეიარაღებული თვითმფრინავები რაღაც მანევრებს აკეთებენ, ხო? გაფრთხილებებია, გასაგებია ეს ყველაფერი. ღიად საუბარი იმაზე, რომ ნატო შეიჭრება კალინინგრადში, ნატო შეიჭრება კალინინგრადში და ევროპის რამდენიმე ცენტრი დაიფარება ტაქტიკური ბირთვული იარაღით. ეს გარანტირებულად ცნობილია. ამიტომ ამ თამაშებში მონაწილეობა დღევანდელი ხელისუფლების ვირეშმაკული საგარეო პოლიტიკური თამაშების შედეგად საფრთხეს უქმნის ქვეყანას. თქვენ პოლიტიკა ვერ გამოგიკვეთიათ. თქვენ ამერიკელებს თავაზობთ სულთა ფურცლით, ამ დროს თქვენი ვითომ ექსპერტები გამოდიან და ტრამპი თურმე ამნაირია და იმნაირია, მეტი ჭკუა არა, გაქვთ რომ ამაზე არ უნდა ილაპარაკოთ. არაფერს ვამბობ ღია რუსოფობიაზე. ღია რუსოფობია ხელისუფლების დონეზეა და თქვენ თუ ვერ გძნობთ თქვენ საქმიანობაში რატომ არ რუსოფობია საშიში, მაშინ ცუდები ხართ. ისედაც ცუდები ხართ, მაგრამ ახლა ორმაგად უფრო ცუდები ხართ. რატო? თქვენი ეს ცუდი საქციელი საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს. თქვენ თუ გონიათ ვინმე მოეფერება ქართულ სახელმწიფოს, როცა ის რეალურ საფრთხეების შემქმნელია ფაქტობრივად მეზობელი ქვეყნებისთვის. ვისთან აგავთ კარგი ურთიერთობა? რა თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, კარგია, ცუდი არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენ მოთმინებას ცდისო, ხო? რა თქვა სომხეთის პრემიერმა? იმენა ვერ გავიგე, ხა თქვენ სადა ხართ? ბრიუსელში ხართ უკვე და ესენი არავინ არ არიან, ხო ესენი? არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი, ხა მასე როგორ დაიკნინებ თავს, რომ ამათ ელაპარაკოთ. თქვენ ხო ბრიუსელში გაქვთ საქმე. აი ეს არის თქვენი პოლიტიკური დემენციის შედეგი, თქვენი არაპროფესიონალიზმის შედეგი და იმის შედეგი, რომ თქვენ დღესაც გარკვეული არ ხართ რა ხდება მსოფლიოში. რომ იცოდეთ რა ხდება მსოფლიოში, თუ ასე იქცევით, მაშინ ან ავანტიურისტები ხართ, ან პროვოკატორები ხართ და რაღაც დიდი ჩანაფიქრი გაქვთ, ისეთი, რომელიც ესე იგი ოდესღაც აფეთქდება და თქვენი კოჭი ალჩუზე დაჯდება. მანამ არ გეტკინოთ არაფერი, სანამ თქვენი კოჭი ალჩუზე არ დაჯდეს. ხო ხედავთ რა დღეში ხართ, კორუფციაში ჩაფლული, ერთმანეთს იჭერთ და კიდე რა არის ამ დაჭერების უკან და ვინ რამდენად იქნება იმის გამბედავი, რომ მის ხელთარსებული გამანადგურებელი კომპრომატები წარმოაჩინოს, ან ორი გზა აქვთ. ან გაინადგურებენ თავს, ან დადებენ
იმ კომპრომატებს ბოლო-ბოლო ქვეყნის უმაღლესი პირები იყვნენ და ძალიან კარგად იციან რა ხდება ამ ქვეყანაში. ამიტომ ეხლა მათი არჩევანია ჩვენი მომავალი მათ გაბედულებაზე არ არის დამოკიდებული, მათი საქციელი დამოკიდებულია მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაზე, თუმცა საქართველოში ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ერთადერთი ვინც არ იცის საქართველოში მიმდინარე პროცესები, აი დღეს მე Facebook-ზე დავდეთ, ქართულთა გაერთიანების გვერდზე გამოაქვეყნეს ცნობილი სიუჟეტია პატარა დათა თუთაშხიადან, აი ეს შეხვედრა იმ სეთურის საბრძანებელში, სადაც გონება აშლილი დათა მიუთითებს, რომ რა დღეში ხართ ხალხო და მე დავწერე, რომ რაიმე იოტისოდენა სხვაობა თუ არის დღევანდელ რეალობასა და იმ სიუჟეტში განვითარებულ არა, ზუსტად ისე ექცევიან ყველას, ვინც მიუთითებს ამ ხალხს, რომ რა დღეში ხართ. რა დღეში ხართ, თქვენ საცოდაო სეთურის ბრბოს წევრებო, რას უჭერთ მხარს? ქვეყანას გიყიდია. ქვეყანა ფაქტობრივად მალე ქართველების არ იქნება. თქვენ შუაზე რო წავიდეს ყველაფერი. ამიტომ 2026 წელი ძალიან რთული იქნება საქართველოსთვის. დღეს არის რომელი რიცხვია 27-ია, შაბათია, 28 მე 31-ში არ შეგაწუხებთ გადაცემით, შეიძლება სამშაბათ ჩავერთო, ალბათ 4 შაბათს არ გამოვაჩართო, 5 შაბათს პი ახალი წელია, ამიტომ არ ღირს გადაცემის გაკეთება, სამშაბათს გავაკეთებ ერთ გადაცემას, ამით მინდა უკვე ახალ წელთან დაკავშირებით ჩვენს განწყობებზე ვისაუბრო, მაგრამ რთული წელი იქნება და თქვენ ნახავთ, რომ ეს მართლა ძალიან რთული წელი იქნება. ქვეყნის შიგნით რაიმე პრობლემის გადაჭრის პერსპექტივა არ ჩანს. ის კამპანიური ხასიათის გადაწყვეტილებები პრემიერისა რომ არიქაო თქვენ ფასები ახლა და უშიშროებას დაავალა ფასების მოვლა. კარგი რა, მართლა სამართალი არ არის რა უშიშროების საქმეა ფასების მოვლა და უშიშროების სხვა საქმეა. დავწერე ამის თაობაზე ყველაფერი ხო? ძალიან მარტივად წყდება ეს საკითხი. კიდე გეუბნებით, დაუკვირდით, შედით პირადად ნებისმიერ სუპერმარკეტში. რა გამოუგნებელი ფასებია, შეადარეთ 2 წლის უკანდელ, 10 წლის უკანდელ ფასებს. გასაგებია ფასები წლიდან წლამდე გარკვეული პროცენტებით იზრდება, მაგრამ შეადარეთ რა ხდება. რა ახსნა აქვს, გეკითხებით თქვენს ქოლგის ქვეშა ყველა ეს წყლის მწარმოებლები და ყველა ეს სუპერმარკეტების და კიდე 1000 ეს ბენზინის და ნავთობგასამართი სხვა რამეების პატრონები და ესენი. რა ხდება? ძვირდება ნავთობი? არ ძვირდება. აბა რა ხდება? შეიძლება 3 ლარამდე ღირდეს 1 ლიტრი წყალი, როცა 6 ლიტრი წყალი სულ რამდენიმე წლის წინ 2 ლარები ეწერათ, კარგად გახსოვთ 1 ლიტრიან ბაკურიანიც და როცა 2-3 სიყიდიდი ლარი და 80 გაძლევდნენ 6 litrს, ხო? ესე ძვირი იყო. დუბაიში რატომ უნდა ღირდეს 1 ლიტრი წყალი 20 თეთრი ჩვენი ფულით და ჩვენთან რატომ უნდა ღირდეს 3 ლარამდე 1 ლიტრი? რატომ უნდა ღირდეს სასიცოცხლო პირველადი პროდუქტი, ის ფასები, რომელიც გამოუგნებელია 900,000 პენსიონერია ამ წაქცეულ ქვეყანაში. ამ პენსიონერებს თქვენ რომ პენსიას აძლევთ, შეუძლიათ მინიმალური ოდენობით რომ იკვებოს. ასაკოვან ადამიანს კიდევ მედიცინა ჭირდება, რაღაც სხვა 1000 რამე ჭირდება. შეიძლება იმ პენსიით გავიგე რომ
გარკვეული თქვენი მხსნელი არის ჩვენი მიგრანტები, რომლებიც წავიდნენ იმიგრაციაში და იქედან აგზავნიან ფულს. მაგრამ რატომ გინდათ რომ ეს სახელმწიფო ესკო თქვენ გცხებთ ყველაფერს ცუდს. თქვენ ხართ ამის მაკონტროლებელი. თქვენთან დაკავშირებული კლანებია თარეშობენ, ძარცვავენ საკუთარ მოსახლეობას და თქვენ რაზე გვეუბნებით 2030 წლისთვის ევროპელებით იცხოვრებთო, გვაბოლებთ თუ რას გვიკეთებთ ახლა. ამიტომ კარგად გავიაზროთ ყველაფერი. ქართველთა დიდი გაერთიანება, რომელშიც წინვალე ადამიანები მოვიდნენ, შესანიშნავი ქართველები მოვიდნენ. ჩვენ კიდე გავძლიერდებით, ჯერ არა ვართ ის ძალა, რომელიც საჭიროა ყველა იმ მიზნის მისაღწევად, მაგრამ აუცილებლად ვიქნებით. არ გქონდეთ იმის იმედი, რომ საღი ქართველები ცოტა არ არიან, ცოტა, თორე ამას თქვენ მალე დაინახავთ. მაგრამ ჩვენ გინდა დაალაგებული ხართ მაგრები, უყვარ ხართ ხალხს, ოცნების ხელმძღვანელებს და არაფორმალურ მმართველს მიმართავთ. ის გზა თქვენი გასაკეთებელია, რასაც ჩვენ ვამბობთ. კანონიერება თუ არ აღდგა, შეთანხმება თუ არ მოხდა, თქვენ დაპირისპირებაზე ხართ აგებული. არავინ არ გინდათ რომ არსებობდეს ამ ქვეყანას, ახლა დაიწყეთ უკვე შვილის პროპაგანდა და ესენი, ხო? არავითარი პრობლემა არ არის. თუ ჩვენ ყველანი იმას გავაკეთებთ, რომ შემოვსდებით დიდ მაგიდას და ვიტყვით, ასეთია ქართული სახელმწიფოს ხელუხლებელი, ქართული კულტურა, ენა, ჩვენი ხალხის განვითარება, ხო გაქვთ პარტია, გინდა ახალი პარტია შექმნით და ყველა მიიღოს შეთანხმებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, არჩევნებში მონაწილეობა, თქვენი შვილი გაიმარჯვებს თუ ვინმე სხვისი შვილი გაიმარჯვებს, საქართველოსთვის აბსოლუტურად ამას მნიშვნელობა არ ექნება, რადგან თქვენი გამარჯვებული შვილი იქნება თუ სხვისი გამარჯვებული შვილი იქნება, იმ ქართველთა ერთობის საერთო შეთანხმებას ვერ დაარღვევს. და ჩვენი მთავარი მიზანი ის კი არ არის კონკრეტული პიროვნებების სიმპათია, ანტიპათიით ვისაუბროთ. 100 წელი არ მაინტერესებს არც ერთი კონკრეტული პიროვნება, სანამ ეს პიროვნება ქართული სახელმწიფოს და ყველა იმ პრობლემის გადამწყვეტი არ იქნება ამ საერთო რეჟიმში და რა კი ასეთები არ ხართ, ამიტომ ჩემი პირადი სიმპათია თქვენს მიმართ ნულია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ საქმეს და ჩვენ ამ სახალხო განწყობაზე ზედმეტი ეიფორიული სიტყვები რა ვთქვა, თუ იმ მაგიდაზე, რომელიც ამ ნაძარცო ნაგლეჯით ბლომად გექნებათ სახლებში, ხანდახან დაფიქრდებით იმაზე, რომ სხვა ადამიანები ასე არ ცხოვრობენ და სხვა ადამიანებს თქვენთვის ეს ხელისუფლება იმიტომ არ მოუწია, რომ თქვენ იყოთ მოწყვეტილი ამ ყველაფრისგან, ქვეყანა კი ჭაობში იჯდეს და ბოლო თქვენს კლანურ სუპერმარკეტებში და ასე შემდეგ ბოლო ჯიბის ბოლო კაპიკებს რომ იწვიან ტოვებდეს იქ რომ რაღაცით მაინც ცოტათი მაინც ახალი წელი გაიმხიარულოს და ცოტათი მაინც გამოვიდეს იმ დეპრესიული მდგომარეობიდან რაც თქვენმა 13 წლის ხელისუფლებაში ყოფნამ მოუტანა ამ ქვეყანას. ღმერთი იყოს ყველა ჩვენთაგანის, ყველა საღი ქართველი შემწე ამ წმინდა საქმეში, მეც აღარ შეგაწუხებთ, დაგემშვიდობებით ახლა, ხნეობას გისურვებთ და სამშაბათს 21 საათზე მე კვლავ ჩავერთები. ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ ყველას.